თბილისის მერმა დღეს დიღმის ოლიმპიურ კომპლექსზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. როლიმპიური კომპლექსი ზაფხულში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა 2015-ის ჩასატარებლად შენდება. ამ დროისთვის 800 მეტრიანი სანიაღვრე კოლექტორი უკვე აშენებულია, ასევე დასრულებულია მაგისტრალური წყალსადენის, მაგისტრალური საკანალიზაციო სისტემისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურების სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და შესაბამისად დიღმის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ისევე როგორც თვითონ უშუალოდ ოლიმპიური ობიექტების მშენებლობა. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მშენებლობა ერთმანეთთან იყოს კოორდინაციაში და სწორედ ამ მიზნით რამდენიმე უწყება ერთად შევიკრიბეთ, რათა შევათანხმოთ გეგმა-გრაფიკები მშენებლობასთან დაკავშირებით. ყველა ობიექტის საბოლოო დასრულების ვადა 20 მაისი. მე შევიძლია სიამაყით ვთქვა, რომ თბილისს ექნება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო თბილისი 2015 ექნება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური სოფელი, ასევე ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული თამაშების ისტორიაში.